გამარჯობა. ვინ გაგიყვალათ გზა, ბაბუ? მეზობლე მაგასო. რამდენი წლის ბრძანდებით? 82. 82-ის. ელაფთხილა წადაგიცილებს. თქვენი მეუღლე რამდენი წლის ბრძანდება? ოი მე ზამანებეთა ესე გულმაში აწუხლა რა ვალგო ჯარმაკ სახში. წამალის არ გააქვთ? აი ვალგოი წადავყარჩალი. შუაღამისას მოხალისეების კაკუნი თოლში ჩაფულ სოფლებში ადამიანებისათვის ნამდვილი ხსნა იყო. 82 წლის მოხუცს როინცანავას სახლში ავადმყოფი ცოლი და შვილი ყავს. უკვე ერთი კვირა ის ჩაკეტილია და დითოვლობის გამო გარე სამყაროსთან ვეღარ კონტაქტობს. რამდენი წლის არის? 52-ის. თქვენი ქალიშვილია? რა ქვია? ირინა. რაფერაცი სადღაც 3 თვეში შეწევს. დიახ. ეპილეფსიის? ეპილეფსიის. დიახ. წამალი აქ ირინას? არა, ახლა არ მაქვს. შუქი ერთადერთ ოთახში ანთია, ცივა. სახლის გარშემო რამდენიმე მეტრიანი თოვლის გალავანია აღმართული. აქ საკითხავადაც კი არავინ მისულა, რა უჭირს ოჯახს, სადაც 3 მძიმე ავადმყოფია. წნევასაც ვერ იზომავთ? ოი, აპარატი კი გონდა, მაგრამ გონდა. მაგრამ სადაა? მაგრამ გაპუშტა. 82 წლის როინცანავა თავადაც ონკოპაციენტია. სტიქიის შუაგულში მიტოვებული ოჯახი, რომ არა მოხალისეების დახმარება შიმშილისათვის იყო განწირული. ეს არის თქვენი კვება? პური აიგვაგა. პური. აი კალბასი ჩემზე ჯომგანდა და შენ ბაზას ჩუნიც. ეს არის მთელი კვირის მარაგი. შუქი არ გვაღებ, არ მაგ საერთოდ არა მოშვია ყველაფერია განა, მაგრამ აღლები ხეთე. ახლა ჩვენ მოხალისე ოხროუდერებთან ერთად ჩაკეტილ სოფლებში შევდივართ. მანქანის გამოჩენა აქ ადგილობრივებისათვის ნამდვილი ხსნაა. იზოლაციაში მოქცეულ ხალხს ეიმედება, რომ წამალს ვინმე ჩაუტანს. ეს ავადმყოფი ადამიანია, ინსულინით არ გაიგეთა, არ გამოდის ერთი ასთმიანი გვაქვს, ყავს იმაზე არის რაღაცა ინგალაციებზე, იმის წამალიც კიდე საძებნი არის და შუქია და გაზია და აქ. ხელისუფლებისაგან მიტოვებული მოქალაქეები დათოვლილ სოფლებში სამოქალაქო აქტივისტების იმედად დარჩნენ. ცხელი ხაზის ნომრებზე ზარები არ ჩერდებოდა. ყოველს შველა, წამალი და საკვები ჭირდებოდა. რამდენი დღეა რაც ვერ გამოდიხართ საერთოდ სახლიდან? რამდენი და ერთი კვირაა, გოგონა, ერთი კვირა. დღეს მეზობლა მომიკითხა რაღაცა, ხა 3 დღე შენ კიდე მომიკითხა, მაგრამ მოკითხული ყველა გაკეთებულია და რამდენი ძი მომიკითხავს ახლა. აქ ადამიანებს სახლები თავზე ენგრებათ. აწლეულების წინ აშენებულმა ნაგებობებმა თოვლის მასას ვერ გაუძლო. მარტოხელა ქალბატონი, რუსიკო ჟღენტი ხამეებს თეთრად ათენებს, რომ უცებ ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდეს. აი, არ ვზირა 4 დღეა, არ საფრთხეა, აია. გამოიწოვლია და სრიალოს იგი ჟესტითა და გამოიწქება, ხა საფრთხეში ხარ. დახმარება ადგილობრივ გამგეობას თხოვა, უთხრეს, რომ თუ სახლი ინგრევა, ეს მათი კომპეტენცია არ არის. ისტორიები ერთი მეორეს გავს. ადამიანები უბრალოდ განსაცდელში არიან მიტოვებული. ამდენად ნახავერხებზე. არ გვაქვს მაგით, არ გვაინტერესებს სახლის თოვლა, ასე მითხრა პასუხი არ მიყომ. არ მაგრამ არ მაინტერესებს. შედის ჩვენს კომპეტენცია, ხო, ასე მითხრა. აბა რა შედისო? არ ვიცი, ჭამაყლაბო. ჭამაყლაბო შედის და გლიანი. ყველა ნაწყრია, ზოგიერთების არის, ის კარგად ცხოვრობს, გაჭირებული ფეხებზე კიდე ყველა საერთოდ, ასე არის. ხელისუფლების დაუდევრობის შედეგად, რომელმაც გზები დროულად ვერ გაწმინდა, ადამიანები წამლების გარეშე დარჩნენ. ზოგიერთისათვის ეს შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ყველა დროთაც ინსულინი მჭირდება. დღეს ვერ ავიღეთ, იმიტომ რომ მეკუთვნის სამშაბათს და პარასკევს. და რადგან დღეს ხუთშაბათი იყო, არ მოგჩის. მიტოვებულ ხალხს არა მხოლოდ დახმარება არ აღმოუჩინეს, არამედ ხელისუფლებამ არც კი მოიკითხა. ახლა თოვლის გალავანში მოქცეულ სახლებამდე გზის გაკვალვას მოქალაქეები და მოხალისეები ცდილობენ. ვინც მარტოხელაა, მეზობლები ეხმარებიან, მაგრამ ეს დახმარებაც ძნელია. სახურავებს თოვლისგან კი გაწმენდნენ, მაგრამ სახლებამდე მისასვლელი გზები გაუკვევია. იყო ვინმე მოსული, გზა გაწმინდეს? ასაა გაწმენდილი, გზა ხო ხედავ, გაწმენდილი, ესაა გაწმენდილი, ხო ხედავ თქვენი თვალისგან. ეს უკვე სოფელი ბასილეთია. აქ არც გზა, არც შუქი, არც პური და არც წყალი. ცივილიზაციის არც ერთი ნიშანწყალი აქ არ აჩვენებს იმას, რომ კალენდარზე 2025 წელია.
მართლა ომის პერიოდში ხომ არა და ეხი ზირბაშების შემოსევა რო იყო და ხალხი მალულად სიმიხარშავდა ჭამოთ ისე ხო ვერ ჭამთ დღეს 21 ზოგი სტექიდან 7 დღის თავზე სოფელში ერთადერთი ტრაქტორი გამოჩნდა. ადგილობრივებმა იფიქრეს, რომ ამის შემდეგ გზაც გაიწმინდებოდა და მოძრაობაც აღდგებოდა, მაგრამ ჯერ გაირკვა, რომ ტრაქტორს დიზელი არ ჰქონდა. ამევიდა ტრაქტორი, просто საწვავის არ გვაქვს, ისე საწვავი არ გვაქვს. და ვის გამოართო საწვავი? აქეთ მეზობლებში. შემდეგ კი მძღოლმა უთხრა, რომ ნიჩაბი, რომელსაც თოვლისგან გზა უნდა გაეწმინდა, უფუნქციო იყო. თან არ მუშაობდა. აწეული ქონდა და აწეული უნდა გაფუჭებულია, დანიც ვერ მუშაობდა. დაბარატოა. მე ვთხარ, ახლა მოვტანით და გზა და გავაისა და დამთავ. გაიარა და გამოიარა და მეტი ვსიოდა. ნიჩაბი ადოუშვა თუ ეგება ნიჩხო იყო, მე რა ვიცი, არ გამომიხედია, ღამე იყო. აქ სიკვდილს თვალებში უყურებენ. ბატონმა შალვამ მეზობლის ქალი სიკვდილს სასწაულით გადაარჩინა. სახლიდან მისი გამოყვანა მანამდე შეძლო, ვიდრე შენობა ჩამოწვებოდა. ჩაძვა კუხრები ჩაძვა. აგერ დაზიანდა ქვით, გუშინ ქალი მეწყვრა შით გადარჩა. გუშინ გამევიყვანეს, გუშინ მე პირადად გუშინ გამევიყვანე მე. გამოიყოთ, როგორ გაიგეთ? მოუშარის და უკვე რომ გადმოგაყარნა დავხმარებოდი და შევხედეთ უკვე შენობა იწევოდა და გამევიყვანეთ და თან ჩაძვა. მოასწარით გამევიყვანეს, მაგრამ ცალიმხარი კი გავხსენე იმდენად გადმევიღეთ თოვლი რომ თლიანად შენობა არ შეეშლი, მაგრამ ცხოვრება შესლა არ შეიძლება. გურიის მაღალმთიან სოფლებში ვითარება განსაკუთრებით რთულია. მიცოლებულების დაკრძალვას ვერ ახერხებენ. საფლავის გათხრა შეუძლებელია, რადგან სასაფლაომდე გზა არ არის. ჩემები ახლა მე სურებში ვინც ყავს ახლობლები ყავს გიზაშვილი იგი 3 მეტრი თოვლი იყო. 3 მეტრი თოვლი რა უნდა დასაფლაოდი მიცვალებული. საერთოდ მივიდნენ ჭერისუფლებთან მეზობლები? ახლო მეზობლები კი მითოლენ, მოთოლენ, რაც ხა იწვალენ, მაგრამ აქიდან საერთოდ ამ ქვედამხრიდან ვერცეთი ვერ მიდის. შუქი ხანდახან მოდის. ბნელ 90-იანებში რომ იყო. ტელევიზორს ჩართავენ და იქ ხედავენ, როგორ ზრუნავს მთავრობა მათზე. მაგრამ ზრუნვის კვალი აქ ადამიანებს არ ეტყობათ. მოტანას არ თქო, ცოცხალ დუხარი გიეკითხე, ცოცხალ დუხარო. იქინე გიგენ კაბინეტში თუ ზის და იქინე განიხილავენ ამ თოლს ვინ გამითოლავს. აი მაინც ჩემ გაზათოლია და. საწყა ვისხა ერთი ორი ახალგაზრდა ბიჭია ეგერ სოფელში და რაცხა ყველაზე მეტი ზორი მათ განავიძახიცა. დავდევ თოხით. მიდი ნიჩვით. მოიაგენ, გამოაცხადე, ჭიშკარფომ გითოლა ყველა დღე. ჭკარაკ. რაჭვალობდი ახლა თომში ჩავარდე სამე რა მოხვა. გამოჩნდა აგერი მოემატა ძალა დაღონე. ხო! იმედი მოგვეცა, კაია. კი, ყველაფერი კარგად იქნება. თუ გამევიდოდით გარეთ არ გვეგონა ნამდვილად. ბუკნარის ერთადერთ მაღაზიაში ყველა პროდუქტი ამოიწურა. 8 დღე ისე გავიდა, რომ არავის მოუკითხავს. ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით გზები გაკვალეს, რომ მძიმე ავადმყოფებისათვის სოფელში ყურადღება მიექციათ. არ არის თავობის გაკეთებულია არაფერი, საერთოდ არ მოსულა. ერთი აქაური ძალებით რაღაცა გაიარეს, გამოიარეს, მორჩა. რატო არაფერი არ გაუკეთებია? შუქი არა გვაქვს ერთი კვირა. აი ასე ვართ უშუქოდ ღვთისამარა დარჩენილები, მაღალმთიანი სოფელი თუ არ არის, იმიტომ ავადმყოფებია, წამალი უნდათ, არავინ არ მოსულა საერთოდ და ესეც რაღაცა ხალხმა აქ ჩვენი ძალებით გაწმინდეს, რომ იქით მძიმე ავადმყოფებია რაღაცა, რომ ცოტა გზა ქონდეთ წამალი რომ მიუტანონ ან რაღაც. ერთმანეთს ეხმარებით ანუ. აბა რა ვქნათ? პური არ არის, რა ვიცი, აქეთ მარტო ხელები არიან რაღაცა დარჩენილი პურიც არ აქვს. მეურია მომწამლენია გაჭურებული. მეურს არა, ადი და პურიც არა აქვს. ადიც არ აქვს. პური არ მოდის, სოფელია, მაღაზია, ორი მაღაზია, და პური არ არის, დაგჭირდეს ეს. წყალი არა, წყალი რომ პური გამოასხონ. ტელევიზორში გამოდიან. და ყველაფერი კაია უძახია. ბუკნარში როგორც აღმოჩნდა, გამგებელი რეკავს და მხოლოდ რეკავს. სოფელში არც გზა გაუკვალავს, არც წამალი მიუტანია და არც პროდუქტი მიუწოდებია ადგილობრივებისთვის. საკრებულოს წევრი რეკავდა სოფლისის, მაგრამ არანაირი სარქონია. რეაგირება ისევ თვითონ წვალობდა რაღაცას, რაც გააკეთა სულ თვითონ. დარეკვა შველის? საათ. ერთი. რამეს რო შველოდეს ვინმე მოიკითხა რამე? რავი, მთელი მთავრობა აქ არის ოზურგეთში და რა საკეთებენ? ოზურგეთში არ ვიცი. თვითონ ხო არიან თბილად, მთავარი ეს არის. მაშინ, როდესაც თბილად ივანიშვილის გუნდის წევრები გამგეობის შენობაში განიხილავდნენ სტექიასთან ბრძოლის სტრატეგიას, ხალხს ციოდა და შიოდა.
თბილისიდან მათ დასახმარებლად ოფროუდერთა ასოციაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. დაიწყეს მაღალმთიან სოფლებში პატრულირება, გზების გაკვალვა, დაიხმარეს ექიმები და სპეციალურად შერჩეული პრეპარატები ჩაიტანეს გურიაში. გზა რთულია, გაუყვალავი. თოვლის საფარი იმდენად მაღალია, რომ სპეციალურად აღჭურვილ ტექნიკასაც უჭირს გადაადგილება. დღეს წინ 15 მისამართია. შეტყობინებები კი შეტყობინებებზე შემოდის. ხალხი დახმარებას ითხოვს. ეხლა მივიდივართ ხიდის თავში, სადაც რამოდენიმე ლოკაცია გველის, სადაც ხალხი არის ასევე თვითმფრინავების გამო საცხოვრებელ ადგილებზე გაჭედილი და ითხოვენ დახმარებას თუ როგორც მინიმუმ სურსათით და მედიკამენტებით. ვცდილობთ, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ახლა ერთი მანქანა გვაქვს სტატუსური სრულიად სურსათ პროდუქტებით. და მეტნაკლებად გადავანაწილოთ ყველას, რომ შეიძლება სრულიად საკმარისი არ იყოს, მაგრამ ცოტათი მაინც შეღავათი ექნებათ. მოხალისეები გურიაში მთელი საქართველოდან დაიწვნენ. ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება გარე სამყაროსგან მოწყვეტილ ხალხს. SMS-ით მომწერეთ ზუსტი ლოკაცია, საჭიროება და ტელეფონის ნომერი ვის უნდა დაუკავშირდეთ. ახლა იმ სოფლებში, სადაც მანქანის არც კვალია და გზის გახსნის რაიმე ნიშანწყალი, medikamentების, პურის და აუცილებელი ნივთების გადაფრენას იწყებს გიორგი დანელია. 6 კაციან ჯგუფთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში მესამე დღეა მუშაობს. რაღაც ადგილები არის, სადაც დაფარვა არ ხდება ფიზიკურად, იმიტომ რომ როდესაც მთა არის წინ და გადაფრინდები და რო ჩადიხარ უკვე მან კარგავს სიგნალს. ზემოდან, ანუ ნამაოს ოჯახი არის, დღეს მინდა როგორღაც ესეთი პოზიცია ვიპოვოთ, რომ მივაწნიოთ. ორჯერ მივედი ძალიან გავრისკეთ, იმიტომ რომ 20 მეტრზე დაშვებული ტროსით დავფრინავდით რა ბოლოს დღე ხანაო და მინდოდა ძალიან რომ მიგვეწყინა, მაგრამ ვერ დავტოვეთ, იმიტომ რომ აი ბოლო 5 მეტრი მიწყდებოდა სიგნალი. ათობით ოჯახში შეძლო უკვე გადაუდებელი წამლების დროულად მიტანა. ახლა მთელმა გურია გიორგის ნომერის ეპირადიცის. გამლელები მას როგორც დიდი მეც ისე უყურებენ. გზაზე მანქანებს აჩერებენ და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების მისამართებს აწვდიან. ესეთი რაღაცა ნაგომარი არის სოფელი, სადაც ეცი სიუებროვანი დავსხოთ. ტელეფონის ნომერი ჩაიწერეთ, SMS-ით დეტალები მომწერეთ. დღეს პირველი ლოკაცია სოფელი სამებაა. მცირეწლოვნის დედასთან პამპერს აგზავნის. 34 წლის სოფიკო ჯინჭარაძე სოფელ სამებადან ახლა კავშირზეა. აი ეხლა გამოვედი გარი. ხელი რო დააქნიოთ ერთი წამი? კი ბატონო, всё. დაგინახით. აქ დაგელოდებით მაგრამ. კარგით, არა, ეხლა არ დამელოდოთ, ეხლა თქვენ დაბრუნდით სახლში და მე დაახლოებით 15-10 წუთში დაგირეკავთ და უკვე მანდ დავტოვებთ იმას რა. ამას. კარგი. ახლა ამ საქმეს წესით მთავრობა უნდა აკეთებდეს. მაგრამ მიტაცებულ სახელმწიფოში, როდესაც ხალხი რეჟიმმა მიატოვა, ინიციატივას მოქალაქეები იღებენ. მედიკამენტები სოფოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეზობლებისთვისაც განკუთვნილი. დრონი 3 კილომეტრში მიფრინდება და 20 კილოგრამზე მეტ ტვირთს ტოვებს. ჩაკეტილ სამებაში მას სოფიკო ხვდება და იღებს. გაზიდან გირეკავს პეკინის 8, ბინა 39 ჯიშკარიანი. დიახ. 179 ლარია დასაფარი და არ გამოგჩეთ. კი ბატონო, კი ბატონო. მადლობა. ჯერ სხვის პრობლემებს აგვარებს, მოგვიანებით საკუთარს მიხედავს. გადარჩეულია გურამ წესით გუში რომ მოგეცი პარკი გახსოვს? პური კვერცხი და რაც გვაქვს რაოდენობაში. მან კიდე შიგნით იყო რაღაცა ისა ბრინჯი თუ რაღაც ეგეთი. რამდენი დღე შუქი არ გაქვთ? ალბათ 7 დღე. და ბიძინა ივანიშვილი თქვენი მეზობელია და რამე განცხადება რო გაეკეთებინა დახმარებასთან დაკავშირებით გურიაში რა სტიქიაც არის. ხომ გესიამოვნებოდა? მეც ბიძინა გაჩუქეთ. ბიძინას გაჩუქებთ? კი ბატონო. არ გვინდა ჩვენ ბიძინა ივანიშვილი. რა გინდა მე ჩემი სიტყვა ხომ მიხდი რა მიხდი უკვე. რატომ დადგა კოლაფსი? ყველა რეგიონს წლების განმავლობაში სახელმწიფო კომპანია შპს მექანიზატორი ემსახურებოდა, რომელსაც პარკში, მაგალითად გურიაში 60-მდე ტრაქტორი ჰყავდა. ხუნათესვის გარდა სპეცტექნიკას იყენებდნენ მაშინაც, როდესაც ეს ხალხს სჭირდებოდა. თუმცა მექანიზატორი დაშალეს, სპეცტექნიკა კი გაყიდეს. 8 დღე გავიდა დიდი თოვლიდან. არც ერთი ტრაქტორია შეგვიძლია. არაფერი არა, მიდით იქნებ მიგანახეთ თქვენ. განახეთ, აგიყვან თუ გინდებიან, ჩაგიჯდები მანქანაში და განახეთ. იცით რა მითხარით? გახსოვთ აქ რო ბევრი ტრაქტორები ეყენა? კი. სად წაიყვანეს ეს ტრაქტორები? გადაყლავს.
მე არ ვიცი საჭები. იმიტომ რომ აქ 60 ტრაქტორი ეყენა და რეალურად 60-ზე მეტიც ეყენა. 60-ზე მეტი ეს ტრაქტორები საჭირო იყო იმისათვის რომ გაუყვალავი რაც ახლა გურის მაღალ. იგი ბატონო, ახლა და კაი, ნუღარ მკითხავ, თქვენ ცოდია ჩემზე უმბო. მე ზაღარ მკითხავთ რა გეხვეწების რა. რედაც ვიცი აი სოფელში ვარ, აქანები ყველა ნახევარზე მეტი ისა. თქვენ თვალწინ ილეო და ნელ-ნელა დღეების განმავლობაში? ჯერ 10 გაქრა, შემდეგ 20. კი, მე არ მინდა რომ წლების შემდეგ არც ერთი აღარ დგას. არ მინდა რიზა ვიზიათ ვიცი რა. აი მე არ მინდა რომ თქვა ის. აქ ყველა ადგილობრივმა იცის, რომ გურის რეგიონში ხნა თესვისთვის გამოყოფილი მძიმე ტექნიკა ბაზრიდან ჯერ შეცოტავდა, მერე გაქრა. ბოლოს კი ტერიტორია, რომელსაც შპს აგროსერვის ცენტრი ფლობდა, საერთოდ გაასხვისეს. დღეს ხედავთ ქართული ოცნების ხელისუფლება წუწუნებს, რომ ტექნიკა არ ყავდა, ხალხს მოუწოდებს, რომ თურმე უნდა მოითფინოს, უნდა დაელოდონ, იმიტომ რომ ფიზიკურად რა ის შესაძლებლობა, მეტი შესაძლებლობა არ აქვს. ქონდათ შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა იდგა აქ. ეს ყველაფერი გაანიავეს, ვერავინ ვერ გაბედავდა ამას, რომ არ ყოფილიყო მწვანე ანთებული ივანიშვილის მხრიდან და მილიონობით ლარი, ასე თქვათ, ჯიბეში ჩაიჯიბეს ქართული ოცნების მესვეურებმა, ეს იყო ჩვეულებრივი მავნებლობა და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც ახლა დღეს აქ ჩვენ ვხედავთ. ნალექი გურიაში კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. ხალხი კი რამდენ ხანს გაძლებს დახმარების გარეშე. უკიდურესად მძიმე პირობებში უცნობია.